პირველ რიგში არ არსებობს არანაირი თუ გულისხმობთ ქართულ ოცნებას, არ არსებობს არანაირი მოლაპარაკებები, ანუ საზოგადოებამ რო იცოდეს, ვიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, დაქირავებული ყავს სხვადასხვა ხალხი, მაგრამ ვერ მოახერხა ის, რომ მას ვინმე დაელაპარაკოს. ამიტომ არ არსებობს არანაირი პროცესი. სარწმუნო სანდო ინფორმაცია გაქვთ თუ დავუშვათ რა არ ვიცი. სანდო ინფორმაცია, რომ ივანიშვილს არავინ არ ელაპარაკება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კიდევ აქვს მცდელობა, რომ ყავს დაქირავებული ხალხი, კიდევ აქვს მცდელობა, რომ რაღაცა კომუნიკაცია დაამყაროს ტრამპის ადმინისტრაციასთან და მიუხედავად აი ამ მცდელობისა ფინანსური რესურსის დახარჯვის მას არავინ არ ელაპარაკება? მას არავინ არ ელაპარაკება, მას ეს ურთიერთობები რამისთვის კი არ ჭირდება, საქართველოსთვის კი არ ჭირდება, მას უბრალოდ სჭირდება ეს იმისთვის, რომ ორიგჯერზე ხალხი მოატყუოს, ხო? იმიტომ რომ როგორც ატყუებდა, როგორც მოატყუა ჯერ 2012 წელს ქართველი ხალხი მე ვიტყოდი რომ გაასულელა, ასევე გაასულელა ყველა ის ხალხი, ვინც მასთან თანამშრომლობდა და ჯეროდა რომ ეს კაცი არ იყო რუსეთის წარმომადგენელი და გამოიყენა ეს ხალხი და მე რა ვიცი ჩამოიშორა დრო და დრო, მას ახლა აქვს რაღაც სურვილი რომ რაღაცა ტიპის კონტაქტი შედგეს, რომ შემდეგ გააგრძელოს ხალხის გასულელება, ჯერჯერობით არ გამოდის და არანაირი მოლაპარაკებები არ არსებობს, ანუ კობახიძის რეჟიმს ხვდებიან იქ, სადაც ისინი ჩადიან და ისინი ვერ ჩადიან ვერსად და მათ არავინ არ ელაპარაკება არანაირ დემოკრატიულ სახელმწიფოებში და რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. რაც შეეხება ანაკლიის სპორტის თემას, აქ პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ მე საერთოდ ასე ვთქვათ მაშინ სხვა პოლიტიკურ ჯგუფში ვიყავი და არანაირი შეხება არ მქონდა, როდესაც ანაკლი პოლიტიკურად ვიტყოდი ხაზარაძესთან ან ბადრი ჯაფარიძესთან, როდესაც ანაკლიის სპორტი ძალიან აშკარად გამოჩნდა როგორც სტრატეგიული პროექტი, რომლის ჩაშლასაც ცდილობდა ძალიან მისდევმიმართულად რუსეთი და ძალიან გასაგები იყო, რომ მათ შორის სამართლებრივი დევნა, რომელიც მაშინ დაიწყეს ამ პროექტის ავტორების და ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლების წინააღმდეგ, რომ ამის მიზანი იყო სწორედ ის, რომ ეს პროექტი არ განხორციელებულიყო დასავლური ინვესტიციებით, სწორედ იმიტომ, რომ ნაწილი ამ ინვესტიციების უკვე მოძიებული იყო, ფაქტიურად დამასრულებელ ფაზაში რომ შედიოდა, რომ პროექტი უნდა დაწყებულიყო, ამ დროს ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი სიგნალი მოუვიდა რუსეთისგან, რომ ეს იყო წითელი ხაზი მათთვის და მათ დაიწყეს სამართლებრივი დევნა პროექტის ავტორების, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პროექტის შაშლის, ასე ვთქვათ, პირველი დარტყმა ეს იყო. ამის შემდგომ ეს გაგრძელება ჩვენ უკვე ვნახეთ, მე უკვე აღარ მახსოვს, მე მგონი 7 წელიწადია, რაც გვეუბნებიან, რომ ანაკლიის სპორტი აუცილებლად აშენდება, მაგრამ არც ერთი აგური, ასე ვთქვათ, გადადანით მნიშვნელობით არ დადებულა და ბოლოს რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა, არის ის, რომ გაუხსნა ჩინეთს ამ პორტის კონტროლის შესაძლებლობა. სწორედ აპრილში იგეგმება ახლა ხელშეკრულების გაფორმება, ანუ ამ თემის გააქტიურება ამერიკული მხარისგან, არის თუ არა გარკვეული წინაპირობა იმისა, რომ საკუთარი პირობები წამოაყენოს ამერიკულმა მხარემ სწორედ ანაკლიის პორტში მათ ინვესტიციებთან დაკავშირებით და თუ ხელისუფლებასთან, ანუ ქართულ ოცნებასთან არ ექნება მოლაპარაკების მცდელობა, მაშინ აქეთა მხრიდან ვინ შეიძლება გადაწყვიტოს ეს საკითხი ამერიკელების სასარგებლოდ? არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, ხო? პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს მიღებული. ამიტომ მათთან რაიმე ტიპის სერიოზულ მოლაპარაკებებს არც არავინ არ დაიწყებს ჩემი აზრით და ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ხელისუფლების შეცვლა არის საჯერო სასწრაფოდ, მათ შორის არამხოლოდ იმიტომ, რომ მაგალითად ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესი გაუქმებულია ფაქტიურად დღეს, იმიტომ რომ არალეგიტიმური მთავრობა ყავს ქვეყანას, არამედ იმიტომაც, რომ მაგალითად ესეთი პროექტი და ანაკლიის სპორტი ერთ-ერთი თემა არის, ანუ ჩინეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის კონტროლი
სოფლიოში არის ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციისთვისაც და ამერიკისთვისაც და ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ამას დიდი უსაფრთხოების გამოწვევა. ამიტომ ანა კლისპორტი ჩდება ამ თემაში განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს გარშემო რეგიონს, ერთ-ერთი ჩვენი მთავარი ფუნქცია საერთოდ რაც შეიძლება რომ ჩვენ გქონდეს და სწორედ ამიტომ იყო მათ შორის ჩვენი ლელოს ძლიერი საქართველოს წინასაარჩევნო ასე ვთქვათ პროგრამის დიდი ნაწილი იყო ერთ-ერთი სწორედ ეს თემა საქართველოს როგორც კარიბჭე შემაკავშირებელი აზიის და ევროპის და ტრანზიტული ასე ვთქვათ ჰაბი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის გზა რომელზეც უნდა გაიაროს იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანმა მაგალითად მინერალებმა, რომელიც მოიპოვება ცენტრალურ აზიაში, ძალიან მდიდარია ცენტრალური აზია ამ შესაძლებლობებით და მაგალითად ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ცენტრალურ აზიასთან მიმართებაში გადახედოს საკუთარ პოლიტიკას, იმიტომ რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რესურსები არ ჩაუვარდეს ხელში.